გაგაცნობთ არასამთავრობოების განცხადებას. ჩვენ ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები კვლავ ვაპროტესტებთ კუპრაშვილის ანტიკორუფციული ბიუროს უკანონო მოთხოვნებს, რომელიც კლანურმა სასამართლომ მორჩილად დააკმაყოფილა. 25 წლის ივნისში კუპრაშვილის ბიურომ სასამართლოს მეშვეობით მოგთხოვა პერსონალური ინფორმაციის მიწოდება ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფი ადამიანების, წამების მსხვერპლების, ძალადობის მსხვერპლი ქალების, მასწავლებლების, შშმ პირების, სტუდენტების, მეწარმეების, უკანონოდ გათავისუფლებული საჯარო მოხელეების და სხვათა შესახებ. ასევე ინფორმაცია ჩვენ საქმიანობასთან დაკავშირებით. სააპელაციო სასამართლომ, რომლის თავმჯდომარე აშშ-სა და ბრიტანეთისგან სანქცირებული ჩინჩალაძეა, ჩვენი საჩივარი არ დააკმაყოფილა. მეტიც ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა და გადაწყვეტილება სულ ცოტა 10 კანონის დარღვევით მიიღო. მათ შორის ეს მოთხოვნები ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას, პერსონალურ მონაცემთა დაცვის კანონმდებლობას, უფლებადამცველთა კონფიდენციალობის საერთაშორისო სტანდარტებს და ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციას და ევროპული სასამართლოს პრაქტიკას. კიდევ ერთხელ სასახად ვაცხადებთ, არ ვაპირებთ ჩვენი მოქალაქეების ნდობის ღალატს. არავის მისცემს სტომას იმ ადამიანების კონფიდენციალურ ინფორმაციაზე, ვისაც ჩვენ დავხმარები ვართ. ჩვენ ანგარიშვალდებულებას გრძნობთ, მაგრამ გრძნობთ ანგარიშვალდებულებას მოქალაქეების და არა ივანიშვილის მიმართ. ჩვენ საქმიანობასთან, ფინანსებთან, პროექტებთან და საერთაშორისო თანამშრომლობთან დაკავშირებული ინფორმაციის რისი გასაჯაროებაც არ იგრძელება კონსტიტუციით და სხვა კანონმდებლობით, ამ ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს ვებგვერდებზე და სოციალურ ქსელებში. ამიტომ დამატებით დოკუმენტაციას ჩვენ მათ არ გავუგზავნით, მათაც ვთხოვთ, რომ სწორედ ჩვენს გვერდებს ეწვიონ. ივანიშვილი თავისი რეპრესიული პოლიტიკის ფარგლებში ქართული სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციების განადგურებას პუტინის რუსეთის მსგავსად ცდილობს. ეს ივანიშვილის ანტიდასავლური პოლიტიკის ნაწილია, რომელიც ქვეყანაში ფაქტიურად დემოკრატიის მოშლას და საერთაშორისო პარტნიორებთან ურთიერთობების განადგურებასაც ემსახურება. კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, რომ რუსული კანონებით ცხოვრებას არ ვაპირებთ და ვაგრძელებთ ბრძოლას ქართველი ხალხის უფლებების დასაცავად. აქ გახლავთ ის ორგანიზაციები, რომელთაც უკვე მიიღეს განჩინება და ზოგ ჩვენგანს უკვე მოსული აქვს უარი სააპელაციოდან, ზოგი კი ამ დღეებში ელის სამწუხაროდ.